მოგესალმებით. კვლავ შინაურულის მარტივი რეცეპტების არხიდან. დღეს მოგიტანეთ სატაცური ნიგვზით, რომელიც არის ძალიან გემრიელი და სასარგებლო კერძი და ძალიან მარტივად და სწრაფად მზადდება. პირველ რიგში სატაცურს მოვაშოროთ ასეთი გამაგრებული ბოლოები. გამაგრებული ბოლოები არ გადავყაროთ, მისგან უგემრიელეს სატაცურის წვნიანს მოვამზადებთ, ხოლო შემდეგ კი დარჩენილ ნაწილს მოვაშოროთ აი ესე კანი, სათლელით ან დანით, რადგანაც უხეში არ იყოს მირთმევის პერიოდში. ქვაბში ავადუღოთ წყალი, დავამატოთ მარილი და შემდეგ მასში ჩავყაროთ უკვე გათლილი და გასუფთავებული სატაცური, რომელიც მდუღარე წყალში მოვწალოთ 2 წუთის განმავლობაში. ხოლო 2 წუთის გასვლის შემდეგ მოწალული და ცხელი სატაცური ამოვიღოთ წყლიდან და გადავიტანოთ უკვე გაყინულ ყინულიან წყალში, რომ ბოლომდე გაცივდეს. ეს იმისთვის, რომ სატაცური იყოს გემრიელი და ხრაშუნა. როცა სატაცური გაცივდება, ამოვიღოთ ცივი წყლიდანაც. შემდეგ კი სატაცური დავჭრათ პატარა ნაჭრებად, დავაყაროთ დაჭრილი ხახვი, დაჭყლეტილი 1 კბილი ნიორი, აქვე დავამატოთ ცხარე დაღერღილი წითელი წიწაკა, გატარებული ნიგოზი, დავამატოთ ბროწეულის მარცვლები, მწვანელი ქინძი და ოხრახუში, ასევე დაბქული ქინძიც და მარილი გემოვნებით. ბოლოს დავამატოთ ცოტა ძმარი ან ლიმონის წვენი, რომელიც განსაკუთრებულად უხდება. ყველაფერი კარგად ავურიოთ და უგემრიელესი და ძალიან სასარგებლო კერძი მზად არის მისართმევად, რომელიც განსაკუთრებით გემრიელია ტრადიციულ მჭადთან ერთად და აუცილებლად მისართმევია მარხვის პერიოდშიც, როცა დამატებით კიდევ გვჭირდება ვიტამინები და მინერალები. შინაურულის არხზე არის უამრავი სხვა კერძის რეცეპტი პლეილისტში კერძები, სადაც ტრადიციულ კერძებთან ერთად არის სხვა მარტივი რეცეპტებიც. დღეს კი ამით გემშვიდობებით. მადლობა, რომ გიყურეთ. მომავალ რეცეპტამდე.